გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ებრაული სამყაროს ყოველ პირველ დედეცემაში 24 ნიუსის ინგლისურენოვან არხზე. მე ვარ ემილი ფრენსისი. ყოველ კვირას შევმამახვილებთ ყურადღებას ამბებზე, საკითხებზე და პიროვნებებზე, რომლებიც საინტერესოა ებრაული თემისთვის აქ, ისრაელში და დიასპორაში, გლობალურ ებრაულ საზოგადოებაში. და როგორც ყოველთვის შევმიწყებთ ჩვენი კვირის მთავარი ამბებით ებრაული სამყაროდან. იხილეთ. ზახრონ მამბანიმ პრო-ისრაელურ ლობისტურ ჯგუფ AIPAC-ს ბრუკლინის მიტინგზე ნიუ-იორკის დემოკრატიული პრაიმერიზის წინ მონსტრები უწოდა. მან ჯგუფი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ხარჯავენ ციტატა მილიონობით გაუმჭვირვალე თანხას, რათა ხალხი დაყონ და საკუთარი ძალაუფლება დაიცვან. ლობისტური ჯგუფი ადრე ძალიან სასურველი იყო მისი მხარდაჭერების გამო, მაგრამ ეხლა მისი რეპუტაცია დაზიანდა ტაქტიკებისა და ისრაელის ომის გამო ღაზასთან. გერმანიამ 2025 წელს 8725 ანტისემიტური ინციდენტი დააფიქსირა, რაც საშუალო დღეში დაახლოებით 24-ს შეადგენს და ინციდენტების დონე რეკორდულად მაღალ ნიშნულთან ახლოს რჩება. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებში, სადაც შემთხვევების რაოდენობა 807-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგი 2020 წელს დაიწყო. რიასის ანგარიშის მიხედვით, ყველა ინციდენტის 68% ისრაელთან დაკავშირებულ ანტისემიტიზმად კლასიფიცირდა. და ბოლოს კაბო-ვერდემ თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი საოცარი შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ფრეეთამაშა. მათი ერთ-ერთი მოთამაშე ჯილსონ ბენ ბენჩიმოლი შესაძლოა მართლაც ებრაული წარმოშობის იყოს. გვარი ბენ ბენჩიმოლი თითქმის ექსკლუზიურად მოროკოს ებრაელებში გვხვდება, რომლებიც მე-19 საუკუნეში კაბო-ვერდეში გაიქცნენ. კაბო-ვერდეს თავდამსხმელს ჯერ არ დაუდასტურებია თავისი წარმომავლობა. პაპი ლეო მე-14 მტკიცედ ეწინააღმდეგება ანტისემიტიზმს. ნიუ-იორკის United Jewish Appeal Federation-ის რამდენიმე წევრი გასულ კვირას ვატიკანში შეხვდა პონტიფიკოსს. პონტიფიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ დაყოფისა და კონფლიქტებისგან არის დაჭრილი, გვიწევს გადავიდეთ წარსული გაუგებრობების მიღმა და საერთო კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისკენ. ეხლა ნიუ-იორკიდან გვერდდება ერი გოლდშტეინი, ნიუ-იორკის UJA ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი. გამარჯობა და მადლობა, რომ აქ ხართ. ძალიან საინტერესოა, რომ უკვე 66 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის ებრაული ფედერაციის წევრებმა ოფიციალური ვიზიტი განახორციელეს ვატიკანში. როგორც ჩანს, ეს ვიზიტი დიდი ხნის წინ უნდა განხორციელებულიყო. იცით, ეს იყო დაუვიწყარი ცხოვრებაში ერთხელ მომხდარი გამოცდილება. პაპმა მიიღო მოწვევა ჩვენი თხოვნა შეხვედრაზე, რათა განგვესახილა ანტისემიტიზმის ჭირი, მზარდი შეშფოთება ჩვენი იზოლაციისა და სამიზნედ ქცევის შესახებ, როგორც გლობალურაული ებრაული საზოგადოების. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი შეხვედრა. როგორი იყო ეს? ანუ, ხო გესმით, შეძლეთ თუ არა ცალკე საუბარი, თუ ყველაფერი ძალიან ოფიციალური და ფორმალური იყო? მან გააკეთა ოფიციალური განცხადებები, მნიშვნელოვანი ოფიციალური განცხადებები, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა Nostra Aetate-ის მნიშვნელობა, რაც ვატიკანის ამ საკვანძო პრინციპს წარმოადგენს. საუბარია ეკლესიასა და ებრაულ საზოგადოებას შორის ურთიერთობების განახლებაზე და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლაზე. და ის ძალიან მტკიცე იყო საჯარო განცხადებებში, როდესაც ამას კიდევ ერთხელ ადასტურებდა. და შემდეგ, პირად საუბარში, მის საჯარო განცხადებებზე შემდეგ, მე მასთან ვისაუბრე, როგორც ჩვენი უზარმაზარი მადლიერების შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ასევე იმის შესახებ თუ რამდენად შემაშფოთებელია მიმდინარე სიტუაცია. და მე პატივისცემითა და მოკრძალებით ვთხოვე მას თუ განიხილავდა სპეციალური პაპის წარმომადგენლის დანიშვნას ანტისემიტიზმთან საბრძოლველად. რაც ფიქრობ ამ მომენტში ძლიერი სიმბოლო იქნებოდა სუმცილე და იმედია ბევრად მეტი იმის შესახებ თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება ეკლესია ამ საკითხს და ყველაფერს აკეთებს მის გადასაჭრელად. და რა იყო მისი პასუხი? უბრალოდ გითხრათ, რომ დაფიქრდებიან და დაგიკავშირდებიან. ჩანდა, რომ ნამდვილად უსმენდა ამ წინადადებას. ის აშკარად უსმენდა და აშკარად გაიგონა ეს. მან უბრალოდ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მე ეს თხოვნა დავაყენე. მანაც დაადასტურა და არც უარყო, მაგრამ ჩვენი მედიანები ვართ და ჩვენ ვაპირებთ ამ ვიზიტის შემდეგაც გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, როგორც ვატიკანში, ასევე ნიუ-იორკის საარქიეპისკოპოსოსთან, რომ ეს პროცესი თინ წავწიოთ. და იცით, ყველაფრის გათვალისწინებით ეს ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა თუ საუკუნეების წინ გადავხედავთ, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიასა და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობა მართლაც ძალიან წინ წავიდა. რატომ არის ამ ურთიერთობის გაგრძელება ასე მნიშვნელოვანი იმ დროში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ?
პირველ რიგში იცით, ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე ახლო ადგილობრივი პარტნიორი იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებთ, საზოგადოების ყველაზე დაუცველ მხარდასაჭერად არის კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციები. ჩვენ გვაქვს 10 წლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული საოცრად ძვირფასი ურთიერთობა. ფიქრობ ეს ასე იყო. და შემდეგ პაპმაც კი ისაუბრა ამაზე თავის საჯარო გამოსვლაში, ასევე ჩვენსა და კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირზე. მაგრამ ფიქრობ ამ მომენტში, როცა ებრაული საზოგადოების მიზანში ამოღება, რომ პაპი, რომელიც თელ მსოფლიოში 1.4 მილიარდ ადამიანს წარმოადგენს, ხმამაღლა საუბრობს და მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება, აქტიურად ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ანტისემიტიზმის ტრაექტორია და როგორ მივახციოთ რეალურ ცვლილებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ თქვენ დიდი ხანი იყავით ხელმძღვანელი, იცით 10 წელზე მეტია, ყველაფერი გინახავთ, კოვიდიდან დაწყებული, 7 ოქტომბრის შემდგომი პერიოდით დამთავრებული. და იცით, შემდეგ იყო მონდანის არჩევნები და სხვა მოვლენები, ასე რომ თქვენ საქმიანობაში ბევრი რამ გადაგიტანიათ. გარჩევას მისცემდით ადამიანს, რომელიც ახლა თქვენს ადგილს იკავებს. მოხედეთ, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებულად წარმატებული, შესანიშნავი, სიცოცხლით სავსე ებრაული საზოგადოება. მე ვფიქრობ ეს თელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ განსაკუთრებით ნიუ-იორკში, სადაც ისრაელის გარეთ ყველაზე დიდი ებრაული საზოგადოებაა, ვფიქრობ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიამაყით ვიყოთ ებრაელები. და რამდენადაც საჭიროა ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ეს ნამდვილად საჭიროა. იმავე დონეზე, ან კიდევ უფრო მეტად, უნდა ვიყოთ მზად, ვასწავლოთ, გავზარდოთ ჩვენი შვილები, ჩვენი საზოგადოება, რომ ისინი იყვნენ განათლებულები, წერა-კითხვის მცოდნეები და როცა ისინი მიდიან კამპუსებზე და ცხოვრებაში, თავს ამაყად გრძნობენ და კარგად იციან, ვინ არიან და რა იდენტობა აქვთ. კარგი. დიდი მადლობა ერი გოლდშტაინს, ნიუ-იორკის UJA ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს. დიდი მადლობა ემილი. 2023 წელს 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტამდე ისრაელში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 5 მილიონს მიაღწია, რომელთა უმრავლესობაც ამერიკელები იყვნენ. ოჯახები, birthright-ის პროგრამები და სხვადასხვა სტაჟირების პროგრამები. ამერიკელი ებრაელები სამშობლოსთან კავშირს ამყარებდნენ, მაგრამ ამდენი ფრონტზე მიმდინარე ომების, საწვავის გაზრდილი ფასებისა და მრავალი ავიაკომპანიის მიერ თელ-ავივის რეისების გაუქმების გამო ავიაბილეთების ფასები მკვეთრად გაიზარდა. ასე რომ კითხვა ასეთია, ამერიკელი ებრაელების ისრაელში მოგზაურობის ოქროს ხანა წარსულს ჩაბარდა. ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში 24 News English-ის უფროსი კორესპონდენტი უენ ალტერმანია. გამარჯობა უენ. გამარჯობა. ანუ ოქროს ხანა. დაუბრუნდებით თუ არა ოქროს ხანაში, მას შემდეგ რაც ძვირფასი ლითონების სკალაზე რამდენიმე საფეხურით ქვემოთ დავეშვით. იმედი მაქვს თქვენც ასე ფიქრობთ, არა? მართლა ძალიან მაქვს იმედი. ეს არ დასრულებულა, ხო ესეა? ანუ ჩვენთან უამრავი ამერიკელი ებრაელი მოდიოდა, პანდემია იყო და შემდეგ რა თქმა უნდა 7 ოქტომბრის შემდეგ სოფლიო შეიცვალა. მაგრამ ემილი, ეს არ არის აუცილებელი, რომ სამუდამოდ ახალი ნორმა გახდეს. და შეიძლება დავიწყოთ იმის ნახვა, რომ ხალხი ბრუნდება. ნახე, რეალობა ისაა, რომ მიუხედავად თელი იმ შფოთვისა, რომ ამერიკელი ებრაელები არ მოდიან, ერთ რამეს ვიცით. ეს მოგზაურობები მუშაობს. მუშაობს იმ გაგებით, რომ აღწევს იმ მიზნებს, რასაც პროგრამების, როგორიცაა birthright-ი, დამფინანსებლები უსახავენ მათ. ისინი აძლიერებენ ებრაულ იდენტობას და კავშირს ებრაელ ხალხთან ამერიკელი ებრაელებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამერიკელი ებრაელებისთვის, რომლებიც ამ მოგზაურობებზე მოდიან და აძლიერებენ მათ კავშირს ისრაელთან. ეს მოგზაურობები და კვლევები ამტკიცებს ამას 10 წლეულების განმავლობაში, birthright-ის დაარსების დღიდან. და სხვათა შორის კიდევ უფრო მეტად ახლა იმ ჯგუფის კვლევა, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ ჩამოვიდა და გასულ ზაფხულს 2025 წლის ზაფხულში, ბრანდაისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც წლებია სწავლობს birthright-ის მოგზაურობებს და მათ გავლენას, განაცხადა, რომ ყველა birthright-ის მოგზაურობიდან ყველაზე დიდი გავლენა გასული ზაფხულის მოგზაურობებს ჰქონდა. ხო, ესე რომ შეიძლება ისინი ახლა უფრო მეტად მუშაობენ, ხო? შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის, ვინც მონაწილეობს. ხო, იცით და ვფიქრობ, როგორც ადამიანი, რომელიც ცოტა უფროსია და არ ჰქონდა birthright-ის შესაძლებლობა, ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ში ეს ძალიან შორსაა. იცით, უფრო მეტი ადამიანი ოჯახთან ერთად ან სხვანაირადაც სამოვიდოდა, მაგრამ ეს მართლაც შორსაა და აშშ-ში ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ ბევრ შერეულ ქორწინებას ვხედავთ. მოდით ვისაუბროთ, რატო არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამერიკელებისთვის, რომ აქ კავშირი დაამყარონ. დიახ, მართალი ხართ. გეოგრაფიულად უფრო შორსაა სხვათა შორის, ვიდრე ევროპაში მსხოვრები ებრაელებისთვის და ეს რა თქმა უნდა განსხვავებას ქმნის. მაგრამ მოусმინეთ, ამერიკელი ებრაელებისთვის ანტისემიტიზმი და ისრაელის საკითხი ახლა უფრო მეტად წამოიწია და გახდა თემები, რომლებიც ამ თემისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ რამდენიმე ათეული წლის წინ ეს იყო ასიმილაცია და ასიმილაციასთან ბრძოლა. და ემილი, თუნდაც ეს საკითხები ესე გამოკვეთილად არ იყოს ამერიკელ ებრაელებს შორის განხილვაში, კიდევ ერთხელ ვამბობ ამას, რადგან ეხლა ბევრ ამერიკელ ებრაელს ვესაუბრები ათასობით მილის დაშორებიდან, ეს საკითხები მაინც არსებობს.
და birthright-ის მოგზაურობები სწორედ ამ საკითხების გადასაჭრელად შეიქმნა და შესანიშნავად გაართვა თავი. ყოველ შემთხვევაში, ყველა იმ კვლევის მიხედვით, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში დაგროვდა. და თუ ეს ასიმილაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, მე მგონია, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ მისი გამოყენება შევწყვიტოთ. ეხლა მართალია ეს უფრო ძვირი გახდა საწვავის ფასების მარშრუტებზე ნაკლები კონკურენციისა და ყველა იმ პრობლემის გამო, რაც ორივე მიცით. მაგრამ რეალობა ისაა, რომ თუ ნაკლები ებრაელი ჩამოდის, მაშინ სავარაუდოდ ბიუჯეტს მაინც შეიძლება დააფინანსოს ისინი, ვინც ჩამოდის. თუნდაც თითოეული ადამიანის მგზავრობა უფრო ძვირი ჯდებოდეს. ამიტომ მე არ მგონია, რომ რაიმე მიზეზი არსებობს ეს ინსტრუმენტი ან ეს პროგრამები დავთმოთ. ლოგიკურია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი, გავზარდოთ მათი მასშტაბი და დაველოდოთ შემდეგ ოქროს ხანას. დიახ. კი, ანუ ფიქრობ ბაშკარაა, ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც აქ ჩამოსვლა უნდოდა, მაგრამ გზავრობები სულ გაუქმდა. იმედია თუ მომდევნო თვეებში წინ წავალთ, იქნება ბრილიანტის ეპოქა, რადგან ვიცი, რომ ეს ადამიანებზე სამუდამო გავლენას ახდენს. ჩემი ბიძაშვილის შვილი ერთი თვის წინ აქ ჩამოვიდა და ეს მისთვის ცხოვრების შეცვლის მომენტი იყო. ვერ იჯერებდა, იცით, ეს არ არის ისეთი, როგორც ადამიანები წარმოიდგენენ სათაურების და შორიდან ყურების საფუძველზე. სწორია, ეს ქვეყანა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მას წარმოაჩენენ. ბევრად უფრო სამგანზომილებიანია, ვიდრე ორგანზომილებიანი. ორივე ვიცით ეს. ჩემთვის ეს აშკარად ჩამონყალიბებელი გამოცდილება იყო. აქ ვარ. და მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ძალიან ძლიერი ებრაული ფონი ჰქონდა ბავშვობაში, იმ მოგზაურობაზე წასვლისას. ეს პირდაპირ birthright-ის მოგზაურობა არ იყო, მაგრამ მსგავსი იყო, როგორც მიდგომით. ასევე იმ ასაკობრივი ჯგუფით, რომელსაც ის მიზნად ისახავდა. ეს რომ ეს ჩემთვის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია. ეხლა კიდევ ერთხელ, მხოლოდ მცირე ნაწილი ნამდვილად აპირებს აქ გადმოსვლას და ორგანიზატორებს ეს ძალიან კარგად ესმით. და ეს აუცილებელი არ არის, რომ მიზანი იყოს. მაგრამ ზოგი მაინც გადმოდის. მაგრამ ზოგი მაინც გადმოდის. ჰა. და ისინიც კი ვინც არ ბრუნდება, როგორც თქვი, უფრო სიღრმისეულად იგებენ რა არის ისრაელი. და ვფიქრობ, ესე უნდა მიუდგეთ 7 ოქტომბრის შემდეგ სამყაროს ემილი, თუ სწორედ იქ მივდივართ. ეს არის აღდგენის დრო, ურთიერთობების აღდგენის დრო. შეერთებულ შტატებში ზოგადად პოლიტიკურ საზოგადოებასთან ურთიერთობების აღდგენა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ამერიკელ ებრაელებთან ურთიერთობების აღდგენა. და ამას დრო დასჭირდება, მაგრამ მე ესე მგონია და კიდევ ერთხელ ვამბობ ამას იმ თავმდაბლობით, რომ ათასობით მილის მოშორებით ვიმყოფები. მე მგონია, რომ აზრი აქვს ამ პროგრამების შენარჩუნებას, ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, პროგრამის მაქსას, პროგრამების მაქსიმალურად გაფართოებას და მათი იქ დატოვებას. რათა, როცა ეს ახალგაზრდები მზად იქნებიან მოსასვლელად და როცა პირობები უფრო ხელსაკრელი იქნება ადამიანების აქ ჩამოსაყვანად. რომ მოგზაურობები ისევ არსებობს, პროგრამები ისევ არსებობს, რომ შენარჩუნებულია იმ პროგრამების უწყვეტობა, რომლებიც ახლა მოქმედებს, რაც თითქმის მთელი თაობისთვის არსებობს, რომ ეს ისევ არის და ჩვენ შევძლებთ ადამიანების მიღებას, ისე როგორც რამდენიმე წლის წინ, მაგრამ შეიძლება რამდენიმე წელიწადში. კარგი, უნდა დაველოდოთ რა მოხდება. ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ კარგი ელჩები ვართ, რადგან ჩვენ ვართ ამაყი ამერიკელები, რომლებმაც ეს ნაბიჯი გადავდგით. ასე რომ მადლობა. ოუენ. უკვე წლებია სპორტსა და პოლიტიკას შორის ზღვარი უფრო და უფრო იშლება. რადგან ჩვენი საყვარელი სპორტის ბევრი წარმომადგენელი ატრიტიკებს ისრაელს და ომს ღაზასა და ლიბანში. და სფერო, რომელიც მაინც და მაინც ბევრი ებრაელი სპორტსმენითა თუ მწვრთნელით არ დამოისჩება. ერთმა ცნობილმა კოლეჯის კალათბურთის მწვრთნელმა პროტესტი გამოთქვა. ეხლა ჩვენთან ერთადაა ლეგენდარული მამაკაცთა კოლეჯის კალათბურთის მწვრთნელი ბრიუს პერლი ობერნის უნივერსიტეტიდან. მადლობა, რომ აქ ხართ. სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა, ემილი, მადლობა. თქვენ მართლაც ძალიან წარმატებული კარიერა გქონდათ, იცით? 1 წლის წინ გადადგით თავი, მას შემდეგ რაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყავით იქ, მამაკაცთა კალათბურთის მთავარი მწვრთნელი. იცით, ალაბამა მაინც არ არის ცნობილი როგორც ებრაელების ადგილი და იცით, განსაკუთრებით რასიზმისა და სხვა მსგავსი ისტორიის გამო. როგორი იყო თქვენი გამოცდილება იქ, იცით, როგორც მწვრთნელის 7 ოქტომბრამდე და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე? ემილი, ძალიან მიხარია თქვენთან ყოფნა. იცით, სამხრეთი ხშირად არასწორად ესმით, თითქმის ისე, როგორც ისრაელის სახელმწიფოს. ევანგელიკურ ქრისტიანულ საზოგადოებას ძალიან უყვარს ისრაელი. უყვართ ებრაელები. იესო და მე ვართ ორი ყველაზე პოპულარული ებრაელი ალაბამას შტატში. უბრალოდ გეუბნებით, აქ ცხოვრება და თაყვანისცემა შესანიშნავი გამოცდილებაა. ალაბამის შტატი 1953 წელს იყო პირველი შტატი ამერიკაში, რომელმაც ერთხმად მისცა ხმა შტატის საკანონმდებლო ორგანოში, რომ ისრაელს და ებრაელ ხალხს ქონოდათ სამშობლო 1953 წელს. ესე რომ აქ ცხოვრება მართლაც ძალიან კარგი იყო და ძალიან მიხარია, რომ დღეს დილით თქვენთან და ისრაელში მყოფ ჩემს ძმებსა და დებთან ვსაუბრობ.
იცით, როგორც ისტორიის მოყვარული, ვფიქრობ, ბევრ საკითხში აბსოლუტურად მართალი ხართ. ებრაული ისტორია, რომელიც ჩვენი დამფუძნებლების პერიოდამდე მიდის, საკმაოდ მდიდარია. ბევრი ებრაული საზოგადოება იყო ამერიკის პირველ ებრაელებს შორის. იცით, ბევრად ადრე, ვიდრე პოგრომები და ელის აილენდში ჩასვლა. საინტერესოა, რომ ამ ისტორიაზე უფრო მეც არ ვსწავლობთ. არა, ესე და ვფიქრობ, რომ ეხლა რაც ხდება, იცით, როცა ისრაელის მოქალაქეები ხედავენ, რომ შეერთებული შტატები სრულად არ უჭერს მხარს ისრაელს, ეს მათ გულს ткენს და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არსებობს ხმაურიანი უცირესობა, რომელიც ისრაელს ეწინააღმდეგება. ამერიკელების უმრავლესობა, რესპუბლიკელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ისრაელს და მადლიერია ჩვენი უდიდესი მოკავშირის მიმართ. უბრალოდ გეუბნებით, თქვენ ამას ხშირად ვერ გაიგებთ, რადგან ისინი გაჩვენებენ მხოლოდ ნეგატივს. ისტორია ჩვენს მხარესაა, სიმართლე ჩვენს მხარესაა, ღმერთი ჩვენს მხარესაა. და მიზეზი, რატომაც ასე ხშირად ვსაუბრობ, ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ვარ, ასევე მწვრთნელიც ვარ. და მწვრთნელები მასწავლებლები არიან. და რაბის განმარტება მასწავლებელია. ასე რომ მე სასულიერო პირი ვარ. ადრე კი კალათბურთის მწვრთნელობით ვსახურობდი. და ეხლა მე ვსახურობ, როცა ამერიკელებს ვასწავლი სიმართლეს ისრაელის სახელმწიფოს შესახებ. როგორ მოახერხეთ ეს და როგორ ჩაუნერგეთ, სწორედ ეს მინდოდა მეკითხა თქვენთვის. იცით, ჩვენი ებრაული ღირებულებები ისევ და ისევ ეს აუცილებლად რელიგიას არ ეხება, მაგრამ წარმომიდგენი ხართ, როგორც უფროსი ძმა, როგორც მწვრთნელი. როგორ ფიქრობთ, როგორ მოახდინა გავლენა იმ ებრაულმა ღირებულებებმა, რომლებშიც გაიზარდეთ გუნდის წარმატებაზე წლების განმავლობაში? ემილი, ეს იყო ჩემი წარმატების საფუძველი. იცით, ჩემს ბიჭებს ყოველდღე ეკითხები, რას გთხოვთ ღმერთი დღეს? გონია რომ ღმერთი გთხოვს დააგვიანო გაკვეთილზე, ან გთხოვს რომ სხვამ გააკეთოს შენი საქმე, რა თქმა უნდა არა. და თუ ამ იუდეო-ქრისტიანულ პრინციპებს ახალგაზრდებთან მიმართებაში გამოიხენებ, ეს ძალიან ბევრს ასწავლის. დისციპლინაზე, პასუხისგებლობაზე, შრომის ეთიკაზე, უანგარობაზე და იმ მსხვერპლის გააზრებაზე, რომელიც გუნდისთვის უნდა გაიღო. ყველაფერი რაზეც გავიზარდე, რაც მესმოდა, როგორც ღმერთის რჩეული ხალხის ნაწილი, ჩემი პასუხისგებლობა იყო, რომ ჩემზე სინათლე ებწყინა. როგორც კაცი, როგორც ღირსეული ადამიანი, ებრაელი ხალხის წარმომადგენელი, ვიცოდი, რომ ანტისემიტიზმი ძალიან ბევრია და ბევრი ადამიანი ჩემზე მსჯის. მე ყოველთვის მინდოდა, რომ მაისურის წინა მხარეს არსებული სახელიც და უკანა მხარეს ჩემი სახელიც ღირსეულად მეტარებინა და ჩემს მოთამაშეებსაც ზუსტად ამას ვასწავლი. ღმერთო ჩემო, ეს საოცარია და ეხლა შენი შვილი სტივენი მთავარი მწვრთნელია, აშკარად მამის გზას მიხვება. როგორ მიდის მასთან საქმეები? ემილი, ყველაფერი შესანიშნავად მიდის. როგორია ეს? 2025 წელს ფინალურ ოთხეულში 3 ებრაელი კალათბურთის მწვრთნელი იყო. მითარ გოლდენი, რომელიც 2009 წელს მაკაბის თამაშებზე ისრაელში ჩემთან თამაშობდა და ჯონ შაიერი და სტივენ პერლი ობერნის მთავარი მწვრთნელია. ესე რომ, ეხლა 3 ახალგაზრდა ებრაელი მამაკაცია, რომლებიც კოლეჯის კალათბურთის top 25 პროგრამაში წვრთნია. ეს ისა, რითაც ჩვენს ხალხს ძალიან უნდა იამაყებოდეს. და ბოლოს, მოგვიღებით თქვენი ამჟამინდელი როლის შესახებ, როგორც აშშ-ის ისრაელის საგანმანათლებლო ასოციაციის თავმჯდომარე. რას მოიცავს ეს? აშშ-ის ისრაელის საგანმანათლებლო ასოციაცია დაარსდა 2011 წელს. და რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ კონგრესის მაღალი რანგის ლიდერებს ისრაელში ვატარებთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, რამდენადაც ისრაელი წარმოადგენს ავიამზიდს ახლო აღმოსავლეთში და ეს ყველაფერი მაგრამ ვასწავლით მათ ქრისტიანული რწმენის ბიბლიურ ფესვებს, ვასწავლით აბრაამის აღთქმას, ვასწავლით, რომ ისინი არ არიან ვალდებულნი არც ერთი კანონით, რომ ისრაელს დაუდგნენ გვერდით. ბიბლია ავალებს მათ, რომ ისრაელს დაუდდნენ გვერდით. და როცა ისინი კონგრესში ბრუნდებიან, სულიად განსხვავებული გზით იბრძვიან ისრაელისთვის. ესე რომ ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ რკინის გუმბათის დაფინანსებაში და ვითის შუდულისა და ისრის პროგრამების ტესტირებაში აშშ-ის ისრაელის საგანმანათლებლო ასოციაციის მეშვეობით. ჩვენ ისრაელში გვაქვს 2 ობიექტი, ერთი არიელში და ახლა ერთი იერუსალიმში. ეს ეწოდება JH Israeli და იქ საოცარი სასწავლო ცენტრებია ისრაელელებისთვის. ეს არის სწავლება, განათლება, ჩემი განსაკუთრებული გატაცება, იუდეა და სამარია. ჩემი განსაკუთრებული გატაცებაა ის, რომ ძალიან მადლიერი ვარ, რომ დავბრუნდით ჩვენს წინაპართა სამშობლოში.
ბიბლიაში მას იუდეა და სამარია ეწოდება. მსოფლიო მას სადავოდ მიიჩნევს. მე მას ისრაელი ვუწოდებ. ვაუ, თქვენ მართლაც საოცარი ხართ. ვისურვები რომ თქვენ იყოთ ჩემი მწვრთნელი. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით ბრიუს პერლი. ნიჭიერი ავსტრალიელი არტისტი ავსტრალია დატოვა და ერეც ისრაელის პეიზაჟებს მიაშურა. ადინა კრაუსი იერუსალიმის ცნობილ ბეცალელის აკადემიაში იღებდა ხელოვნების მაგისტრის ხარისხს და ამთავრებს სწავლას მიზნით, რომელიც 1000 წლისაა. ეხლა ის ჩვენ სტუდიაშია. გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მაზალტო. მადლობთ. პირველ რიგში ვიცი რომ თქვენი დედა ისრაელელია და თქვენ ისრაელელ დედასთან გაიზარდეთ. რა იყო ის ბოლო წვეთი, რომელმაც გადაგაწყვეტინათ? შვიდობით, მე ისრაელში მივდივარ. ჩვენთვის ეს იყო 7 ოქტომბრის შემდეგ. სამწუხაროდ ავსტრალიაში ანტისემიტიზმის შემთხვევები ძალიან გახშირდა. ძალიან რთული დროა ავსტრალიაში, განსაკუთრებით კი შემოქმედებითი ადამიანებისთვის ამჟამად. არ ვიცი ეს ცნობილი ფაქტია თუ არა, მაგრამ ისრაელის შემდეგ ავსტრალია, განსაკუთრებით კი მელბურნი, ჰოლოკოსტის გადარჩენილთა ყველაზე დიდ საზოგადოებას მასპინძლობს. და ავსტრალია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ებრაელებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი გახდა. და მათ ძალიან ბევრი იშრომეს, რომ ინტეგრირებული იყვნენ და ავსტრალიური კულტურისა და საზოგადოების ნაწილი გამختარიყვნენ. ისინი ასევე საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან და ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რაც ახლა ხდება. და ცხადია, მე მაქვს ჩემი პირადი ისტორია ანტისემიტიზმთან გამგლავების შესახებ, რაც ალბათ შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც დღეს აქ ვარ. მაგრამ მგონია, რომ იქ რო დავჩენილიყავი ავსტრალიაში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახე გავხდებოდი მხოლოდ და ეს არ მინდოდა. მე მინდა ვიყო მოქმედი არტისტი და საბედნიეროდ შენ აქტივისტობა არ აგირჩევია. შენ გინდა იყო არტისტი, რა თქმა უნდა. აქ კი ბეცალელმა გულწრფელად მიმიღო და მე შემიძლია ხელოვნება შევქმნა, რაც მინდა რომ ვაკეთო. ჩემთვის ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ეს პროაქტიული ნაბიჯიც იყო. დიახ. და როგორც შენ ამბობ, ეს ძალიან საინტერესოა, იცი, ისტორია. და მე ვიცი, რომ ავსტრალიაშიც მყავს მეგობრები, ანუ თემები ძალიან ძლიერია. და იცი, ყველაფერი ეს რაც მოხდა. გულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რაც მოხდა ბონდი ბიჩზე და კიდევ ბევრად მეტი. ეხლა მოგვეტავი პროგრამის შესახებ და რატომ იგრძენი სიახლოვე, იცი? ტიმნასთან და სპილენძის მაღაროებთან მუშაობისას და ამ ყოველაფერთან, ამ მასალასთან. კარგი. ჩემთვის მგონი სპილენძი ჩემი ისტორია ბრინჯაოსთანაა დაკავშირებული. ასე რომ, სპილენძი მგონი შემდეგი მასალაა ჩემთვის. ბრინჯაო 90%-ით სპილენძია. მაგრამ ჩემთვის ეს თითქოს უდაბნოთი იწყება როგორც ლანდშაფტით. და ჩემთვის უდაბნო არის ადგილი, სადაც მართლაც ბრუნდები რაღაცა პირველ ყოფილთან და სიცარიელესთან, რაც ჩემი პრაქტიკის საერთო თემებია. და ეს არის ადგილი, სადაც მგონი ნივთები და ღირებულებები სრულიად იცვლება პიროვნებისთვის, როცა იქ იმყოფება. და არის რაღაც ამ სიცხესა და სითბოში. თითქოს ჰაერი გეხვევა, რაც რაღაცნაირად საშვილოსნოსა და პირველყოფილ მდგომარეობას წარმოადგენს ჩვენს აქ ყოფნამდე. და მგონი ჩვენი დაბადება არის ტრანსმუტაციის იდეა, რაც მეტალსაც ახასიათებს. როცა ის ცხელდება, მას ტრანსმუტაციის უნარი აქვს. ის შეიძლება იყოს მყარი ან თხევადი. და მგონია, რომ უდაბნო განსაკუთრებით ის ადგილია, სადაც შეგიძლია ნამდვილად გაიხსენო, რა მოდის პირველ რიგში და რა არის მნიშვნელოვანი. და არ არსებობს გარეგავლენა, არაფერი ისეთი, რაც გიბიძგებს იფიქრო რამეზე ან გწამდეს რამე. და მგონია, რომ სხვა ლანდშაფტებთან შედარებით, როცა ტყეში ხარ, ქარი ტოტებს არ ხევს. ზღვა, იცი, ოკეანე შეიძლება გაბრაზდეს. ის ძალიან ემოციურია. როცა მშვიდია, მაინც მუდმივად მოძრაობს. და უდაბნოს აქვს სიმშვიდე და სიჩუმე. და ჩემთვის ქვები ძალიან პირველ ყოფილ შეგრძნებას იძლევა. ანუ მიწის ქვეშ ხარ, მაღაროში ხარ, შეგიძლია ქვა აიღო. და 1000 წლის წინ შეიძლება ეს მთის წვერი ყოფილიყო. და მგონი, როცა უდაბნოში ხარ, შენი ღირებულებები იცვლება, რადგან ოქრო აღარ გადარდებს, წყალი გინდა. ასე რომ ძალიან ბევრია. გულისხმობ ძალიან ბევრი გზაა, რომ ეს ფენება დაალაგო. და ზუსტად ვიცი, რას გულისხმობ. იცი, მე ოქტომბრის 7-მდე ვუძღვებოდი გადაცემას, რომელსაც ერქვა Holy Land and Uncovered. ჩვენ ჩავწერეთ მთელი სპეციალური გამოშვება თიმნაში და ეს მართლაც განსაკუთრებული ადგილია. იქაც ყოფილ ვარ, იცი, ჩემ შვილებთან ერთადაც კი. და მართალი ხარ, ეს არის უდაბნოს სიჩუმე. და წარმომიდგენია, თუ ჩვენს ხალხზე ვიფიქრებთ იმ 1000 წლის წინ, რამდენი შემოქმედებითი შთაგონება შეიძლებოდა მოსულიყო ხმაურის გარეშე. ხო, მოგვიყევი ბრინჯაოს გველის შესახებ კონკრეტულად.
ბრინჯაოს გველი, ანუ უმეტესობისთვის ეს უბრალოდ ისტორია. და ისტორიებია. და ის როგორც შენ აღიქვამ, ან იგებ ისტორიას, შეიძლება განსხვავდებოდეს იმისგან, როგორც მე ვიგებ მას. ეს მთელი პროექტი დაიწყო იმით, რომ გველის ტყავებს ვაგროვებდი და ძალიან მეშინოდა გველების. მათ პინცეტით და ნიღბით ვიჭერდი და შეხებაც არ მინდოდა. მაგრამ ჩემს გვერდით მყოფს შეიძლება გველები უყვარდეს და სურდეს, რომ მათდან ფეხსაცმელი კონდეს და ყოველდღე ატარებდეს. არ ვიცი. ამიტომ ვფიქრობ, რომ უბრალოდ თავიდან უნდა გადავხედოთ, როგორ ვუყურებთ ისტორიებს და ისტორიები უბრალოდ სიტყვების ერთობლიობაა, ხოლო სიტყვები ასოების ერთობლიობაა. და თუ ეს ძველი ისტორია, ძველი ებრაული და კლასიკური ებრაული სიტყვები არაფრიდან არ იქნებოდა. არსებობს მიზეზი, რატო აქვს თითოეულ სიტყვას გარკვეული ასოები. და მე უფრო მეტად მაინტერესებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ებრაულთან გაქვს საქმე, ხომ ასეა? და მე მაინტერესებდა, რა თქმა უნდა, და კავშირი ნახას შორის, რაც გველს ნიშნავს, და ნახოშეთს შორის, რაც სპილენძია. მათ ერთნაირი ასოები აქვთ. ასე რომ, ჩემთვის სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. და თითქოს ამ ასოების ენერგია, ამ ასოების მნიშვნელობა და რატომ არის რაღაცა ესეთი შხამიანი და მომაკვდინებელი დაკავშირებული ისე ძლიერ რამესთან, რომელსაც შეუძლია განკურნება. დიახ, ძალიან ბევრი ესეთი ებრაული სიტყვა. ეს მართლაც საოცარია, როცა ამიდებს ერთმანეთს უკავშირებ. ვიცი რომ გამოფენა გაქვს, დიახ, გვაქვს. ის გაიმართება ხუთშაბათს 25-ში ვფიქრობ. ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ თელ-ავივში მოვიდნენ და ნახონ. მოგვიყევი მეტი. რა თქმა უნდა, მაგისტრატურის პროგრამა თელ-ავივის კამპუსზეა, ასე რომ შემთხვევით იერუსალიმში არ წახვიდეთ. ჩვენ ვართ პირველი კურსი, რომელიც ახალ ხელმძღვანელთან ერთად ამთავრებს სწავლას. იოსეფ კრისბელი, რომელიც ხელოვნების ხელმძღვანელია, ეხლა მაგისტრატურის ხელმძღვანელიც გახდა. და ავს 25 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ყველა საოცრები არიან. ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ. პირველ წელს შაშანდელმა ირანის ომმა შეგვაფერხა, წელს კი წლევანდელმა ომმა. ასე რომ ბევრი რამ გადაგვიტანია. სირთულეები გქონდა, მაგრამ ყველა ძალიან მიზანდასახულია. ნამუშევრები საოცარია, დიდი მრავალფეროვნებაა. არის რაღაცები, რომლებიც შეგაშინებთ, რაღაცები, რომლებიც გაგახარებთ და რაღაცები, რომლებიც დაგაფიქრებთ. და სწორედ ესაა მთავარი, ეს არის ხელოვნების არსი. და ყველა ამაზე ლაპარაკობს. ნახურებლის თვალშია. აი ეს არის ხელოვნების სილამაზე. ყველა რაღაცას ხედავს. ეს მათი გონების მდგომარეობის სარკეა. ვიღაცას შეუძლია, ხო, იმდენად განსხვავებული რაღაცები დაინახოს, მაგრამ ასევე რაღაცები იფიქროს. და ისინი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ჯგუფია. ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ შორის ვარ. საოცარია, დიდი მადლობა და მადლობა რომ აქ ისრაელში კულტურას წვლილი შეიტანეთ. ძალიან კარგია რომ აქ ისეთი ადამიანი გყავს, როგორიც თქვენ ხართ, ვინც წარმოადგენთ. გმადლობთ ყველას, რომ უყურეთ ამ კვირის Jewish World Weekly-ს ეპიზოდს. მე ემილი ფრენსისი ვარ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გადახვიდეთ IOT News-ის ინგლისურ ებრაულ არხზე, ჩვენს ყველა პლატფორმაზე, მათ შორის ვებგვერდზე, რომ ნახოთ ეს და წინა ეპიზოდებიც. მე ემილი ფრენსისი ვარ და შალომ თელ-ავივიდან.